დაიმახსოვრეთ, ორ რამეს არ აქვს ასაკი, სიყვარულს და სიმღერას. ახლა ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი დადის ბაღში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კონსერვატორია უფრო მოუხდებოდა. მას ასე მივესალმოთ ჩვენი სტუმარია მომღერალი გაბრიელ პაპუნაშვილი. მობრძანდი. საოცარი ვინმე მოვიდა, გამარჯობა გაბრიელ. აქ დაჭირდი, მოდი ახლა, გამარჯობა, გამომართვი ხელი. რა მაგარი კაცი ხარ, აპლოდისმენტები კიდევ. რამდენი წლის ხარ შენ? 4 წლის ხარ? ვაი, შენ მომღერალი ხარ? დედა რა საოცარი ბიჭი მოხდა. შენ რა ქვია სახელი მითხარი კიდე? გაბრიელი ლომი. გაბრიელი ლომი ყოფილა ეს. რატო ქვია ლომი? იმიტომ რომ დადუ ძმაკაცები მეძახიან. ვიგეძახიან მამა? დადუ ძმაკაცები. დადუ ვიღა არის? ჩემი. ვინაო, აქედან დარბაზიდან კი გავიგე ხმა, ვინ არის დადუ? ჩემი. შენი ვინ? შენი დადუ არის, შენი მამა? ესე იგი დადუ ყოფილა მამა. კაესა და დადუს მეგობრებმა დაგარქვეს ლომიო, ხო? შენ და ხო, აი ცოტა გამოვიწევი მე ესე რომ, რა ვიცი, რაღაცაში ცოტა საშიშად გამოიყურები შენ ესეთ ლომი. არა, მეც კატისებრთა ოჯახიდან ვარ, მაგრამ რა ვიცი, მაინც რა ვიცი, ლომთან ცოტა საშიში არის. შენ იცი რომ მე მეგობარი მყავს აქ ლომი? კი, ლოკომოკოს ლომი არის ჩემი მეგობარი, ასე რომ მარტო არა ვარ, მე ცოტა დაცული ვარ აქ. მითხარი ახლა, შენ სიმღერა როდის დაიწყე? ეხლა დაიწყო სიმღერა, კი. ვინ გასწავლა ეს სიმღერა? დადუმ გასწავლა სიმღერა? ანუ მამამ გასწავლა სიმღერა. კარგად მღერის დადუ თუ შენ? ვინ უფრო მაგრამ მღერის? მე. რა თქმა უნდა, შენ. დადუ და უკეთესად მღერი. და რა მაინტერესებს? მამიკოს მეგობრებიც მღერიან? კარგად მღერიან ისინიც? როცა სტუმრად მოდიან ხოლმე საკეიფოთ ან რამე, ეგრე მღერიან თუ სულ მღერიან, როგორ არის? სულ მღერიან ესენი, ხო? კარგი ხალხი არის, ხო? დადუს მეგობრები. მივესალმებით დადუს რა თქმა უნდა და დადუს მეგობრებსაც კარგი ხალხი ხართ, რომ მღერით სულ თქვენ შემოგელი. კარგი. ეხლა შენ მითხარი ალბათ ბაღში დადიხარ, ხო? კარგია ეგ ბაღში სიარული? რა საკეთებ იქა? სათამაშოები არის? შეყვარებული ყავს? გას მეუბნები, შეყვარებული ყოლი. რა ქვია სახელს მეტყვი, ბაღში არის ეგა შეყვარებული? ბაღშია შეყვარებული? რა ქვია? ბარბარე ქვია? თუ ბარბი ქვია? ბარბი ქვია? რა საოცარი ამბავია. ბარბი რატო ქვია? იმიტომ რომ ქერათმებია. აჰა. ესე იგი ვისაც ქერათმებია, ყველა ბარბია, ხო? ასე კი, ქერათმიანი გოგოები მოგწონს შენ, ხო? ძალიან კარგი, არ არის ეგ ცუდი რომ ეგრე მოგწონს შენ. ის მღერის ბარბი? კი, კარგად თუ ე? კარგად მღერის, ხო? ლამაზია, ქერათმიანი ცისფერთვალება და თან მაგრათაც მღერის, ხო? ხო, აბა, სვანერ შეყვარებული როგორ ეყოლება ეხა გაბრიელს გამოგებინე. შენ ძმა თუ გყავს? დაკავს თუ ძმა? თუ ორივე? დაიყო ყავს? რა ქვია დაიყოს? ბარბარე პაპუნაშვილი. აჰა, კი ბატონო, ბარბარე ყოფილა შენი და. ეხლა ნახე როგორი ამბავი არის, უცებ დავფიქრდი. ბაღში მიდიხარ და თამაშობ ბარბისთან, სახლში ბრუნდები და ბარბარესთან თამაშობ. აწყობილი აქვს ცხოვრება ფაქტიურად ამას. სტუმრად რომ მოვიდე შენთან მიმღერებ რამე კარგ სიმღერას? კი. კიდე რამე საჭმელსაც ხო არ გამიმზადებ, ხო იცი რომ სტუმრად რომ მოდიან ხოლმე საჭმელსაც უკეთებენ და შენ შეგიძლია რამე გამი? ბლინების გაკეთება ვიცი. რა იცი? ბლინების. ბლინების გაკეთება იცი? რას ლაპარაკობ და ეხლა ამას ტაშს არ უკრავ? ვინ გასწავლა ბლინების გაკეთება? არ გადამრიო. როგორ აკეთებ მითხარი აბა? კარგად. როგორ აკეთებ კარგად? რა თქმა უნდა კარგად. რა ჭირდება მაგას მითხარი აბა ბლინებს? მასწავლე ერთი რა უნდა? ქვილი, ვანილი უნდა, ხო? და მაწონი და რძე. მაწონი და რძე, კი ბატონო, აბსოლუტურად მართალია და ძალიან გემრიელი გამოვა დარწმუნებულია. შენ თვითონ ჭამ ხოლმე შენ გაკეთებულ ბლინებს? მოგწონს? და რომ მოდიან ხოლმე ვინმეს რო გაუმასპინძლები, რას ამბობენ? კარგები, გემრიელებიაო? ბევრს ჭამენ? 1, 2, 3, 10, 20, რამდენს ჭამენ?
ორს ჭამენ, კი ბატონო, მიღებულია. ეხა მითხარი, რო გაიზრდები ვინ გინდა რომ გამოხვიდე შენ? მომღერალი. მომღერალი ხო ხარ უკვე? კიდე ვინ უნდა გამოხვიდე? არ ვიცი ვიც გამოვიდა. არ იცი ვინ უნდა გამოხვიდე კიდევ? ვინ გინდა? ექიმობა არ გინდა? არა. მეხანძრეობა არ გინდა? კოსმონავტობა არ გინდა? გინდა? კოსმონავტობა კარგია. რაზე ოცნებობ მითხარი აბა? რა გინდა ყველაზე მეტად? ფერარი. შესანიშნავი ამბავია. ძალიან კარგი გემოვნება გაქვს მომენტში შენ, იმიტომ რომ მეც ძალიან მინდა ფერარი. ხმარო ექნება ძალიან მაგარი. ტარება იცი მანქანის? დადუ გასწავლა? რაჭაში. რაჭაში? მე კარგად გამოგდის? რაო, რა გითხრეს? მაგარი ხარო? დადუ აქ არის? დაველაპარაკოთ დადუს? კიდე ვინ არის მოსული დადუს გარდა? ყველა ვინ არიან, აბა მითხარი. ყველა არის. ყველა ვინ არის, აბა მითხარი ვინ არიან, აბა? აი, სულ ყველა აქ არიან და კარგი, ამ ჩამოთვლა აღარ უნდა ეთქობა, იმიტომ რომ სულ ყველა წამოვიდა და კარგი. დედიკოს რა ქვია? გამარჯობათ, რა ქვია? თქვენ არ ვიცი სახელი? თამარ, მოგესალმებით. როდის შეატყეთ პირველად რომ დაიწყოს იმენა? პირველად იავნანას უმღეროდი, წლამდე იყო და გამაჩუმა და მე ხომ მივღერებო და თვითონ დაიწყო. შემოგევლე. აი, დამოუკიდებე, კაცი. ყველაფერს აკეთებს თვითონ. გამარჯობათ, დადუ თქვენ მძანდებით? რა ქვია დადუს ნამდვილი სახელი? გიორგი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. აქაო მღერითო, თქვენ პროფესიულად მღერით? ვცდილობთ. ანუ ესე იგი მომღერალი მზანდებით და მეგობრების მომღერლები გყავთ. თავისთავად. კარგი, შესანიშნავი ამბავი ესა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი გაბრიელისთვის, რომელიც მობზანდა დღეს ჩვენთან და ვიცი რომ აუცილებლად უნდა გვიმღეროს სიმღერა, ხო? თქვენს წინაშეა გაბრიელ პაპუნაშვილი.
მიხარი, მადლობა გაბრიელ რამაგრად იმღერე, აპლოდისმენტები უნდა მეტი ამ ამბავს. თქვენს წინაშე იღწვოდა სიმაღლით არც ისე მაღალი, მაგრამ ძალიან დიდი გულის მქონე ჩვენი გაბრიელ პაპუნაშვილი. ეხლა იცი რა უნდა ვქნა, ჩვენ საჩუქრები რო უნდა მივიღოთ, იცი? ამისათვის პირველი მობრძანდება, ახლა გეტყვი მე შენ ვინ? მოვა ჩვენთან ფაგიო. აი. მობრძანდა და მოგვიტანა ფაგების ნაკრები. აი ეს შენ აქ კარგი რაღაცეები არის, შიგნით ფაგების ნაკრებთან და სათამაშოებიც არის, რაღაცებს ნახავ მოკლედ ამ ასახში, ეს იმისთვის რომ არ გაცივდე და არანაირი ინფექცია არ მოგეკაროს, ხო კარგია? კარგია, ნამდვილად დედამ იცის ფაგიო. და ვინ უნდა მოვიდეს კიდევ თუ იცი? ლოკომოკოს ლომი. ხო მართალია? შენც ხო ლომი ხარ? შენი მეგობარი ლომი მოდის, ნახე? ნახე როგორი მოვიდა? ჩაუხდი ხელი. აჰა, აი ლომს ლოკო მოუტანაო, ასეა ნათქვამი. აპლოდისმენტები გაბრიელ პაპუნაშვილს, დიდი მადლობა.